გამარჯობა, მე ვარ ანი ადამიანი. ვსწავლობ შაუმიანის ნომერ 1 საჯარო სკოლაში, მე-10 კლასში. დღეს მე მინდა გესაუბრობ ჯანმრთელობის შესახებ. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა? რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი? გამარჯობა. როგორ ფიქრობ, რა არის კარგი და რა არის ცუდი ჩვენი ჯანმრთელობისთვის? გამარჯობა. ჯანმრთელი ცხოვრების წესისთვის აუცილებელია რომ იცოდეთ რა არის კარგი და რა არის ცუდი ჯანმრთელობისთვის. ჯანმრთელობისთვის კარგია რომ დაკავდეთ სპორტით, ბევრი ვარჯიშოთ. ეგ პირველ რიგში, შემდეგ მეორე რიგში არის თავარი, ასევე სწორი კვება უნდა მიირთვათ ეკოლოგიურად სუფთა საკვები. ცუდია ალკოჰოლის მოხმარება, თამბაქოს მოხმარება და ასე შემდეგ. გამარჯობა, ჯანმრთელობის კარგია, სპორტული ვარჯიშები, სუფთა ჰაერი, სუფთა პროდუქტი. ეს მთავარია ბავშვებისთვის. მადლობა. კარგი ნახვა. გამარჯობა. როგორ ფიქრობ, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობას? ჯანმრთელობისთვის კარგია სეირნობა, ცეკვა, ვარჯიში და საჭიროების შემთხვევაში დიეტა. ზამთარში ადამიანის ორგანიზმის სუსტება და აუცილებელია ხილს და ბოსტნეულის მიღება. ჯანმრთელობისთვის კარგია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, არ შეიძლება ბევრი ჭამა. ჯანმრთელობისთვის კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა, არ შეიძლება ტელევიზორთან ჭამა. ჩემი აზრით ჯანმრთელობა არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა. ჯანმრთელობისთვის მთავარია სწორი კვება, სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობა. გამარჯობა. როგორ ფიქრობ, რა არის კარგი და რა არის ცუდი ჩვენი ჯანმრთელობისთვის? არ შეიძლება კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, იმიტომ რომ ამ დროს გტკივა თვალები, ზურგი და თავი. არ შეიძლება თამბაქო მოწება. კარგია სპორტული ვარჯიშები. მადლობა. გამარჯობა, ბიჭებო. გამარჯობა. ბიჭებო, როგორ ფიქრობ, რა არის ჯანმრთელობისთვის კარგი და ცუდი? ჯანმრთელობისთვის კარგი არის ვარჯიში, ცუდია ნარკოტიკის მიღება. მადლობა. ჯანმრთელობისთვის კარგია დილით ვარჯიშები და ცუდია ბაქოს მოწება. მადლობა. გამარჯობა, გოგოებო. როგორ ფიქრობ, რა არის კარგი და რა არის ცუდი ჩვენი ჯანმრთელობისთვის? ჯანმრთელობისთვის აუცილებელია სწორი კვება. საკვები უნდა მივიღოთ მცირე ულუფებით, მაგრამ ხშირად, დღეში 5-6 ჯერ. უფრო მეტად უნდა მივიღოთ ნატურალური პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული. ჩემთვის ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია დღეში 1 ან 2 საათი ფეხით სეირნობა. შეიძლება სპორტული ვარჯიში, აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ან ხილის და ბოსტნეულის ჭამა. მაგრამ არის ბევრი რაიმე, რაც ცუდია ჯანმრთელობისთვის, მაგალითად ფრჩხილების კბნედა, ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მიღება. ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესა. ვიკვებოთ სწორად, ვივარჯიშობ, ვისეირნობ სუფთა ჰაერზე. გისურვებ ჯანმრთელობას. ჯანმრთელობისთვის კარგია ვარჯიში, ცუდია ნარკოტიკის მიღება. არა. გამარჯობა, გოგოებო. გოგოებო. შენი აზრი მითხარი. ჯანმრთელობისთვის მითხარი.